სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად. თითოეული ადამიანი ხომ იმისთვის იბადება, რომ მან ღმერთი იცნოს თავის ცხოვრებაში. მიხვდეს, რომ ღმერთი არის, იცნოს ღმერთი, გამოიკვლიოს მისი ნება და შესაბამისად იცხოვროს, რომ ღმერთთან ერთად მარადიული სიცოცხლე დაემკვიდროს. თუმცა ღვთისმცნობელობა იოლი არ არის. ჩვენი აზროვნება, ჩვენი შემეცნება იმდენად განსხვავდება ღვთისაგან, რომ ადამიანს უნარიც არ აქვს, რომ გაიგოს ღმერთის შესახებ რაიმე, დაიტიოს, მიხვდეს, განიცადოს. იმიტომ რომ ღმერთი დაცილდა, ადამიანი დაცილდა ღმერთს, იცით ეს ისტორია, ბიბლიის ისტორია, როცა გამოცხადებით მოსეს ზუსტად ეუწყა თუ რა მოხდა კაცობრიობის დასაბამს, როცა პირველი ადამიანები ცხოვრობდნენ და როგორც კი ისინი ღმერთს თავისი არჩევანით განუდგნენ, მათ უბრალოდ დაკარგეს უნარი. ეს ისე კი არ არის ადამიანს უნდა, არ უნდა. ადამიანს უნარი არ აქვს, რომ ღმერთის გაიგოს. და ამიტომაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ეს ხშირად გვითხოვს, როცა წინასწარმეტყველებენ, ადვილი არ არის მათი წინასწარმეტყველების გაგება. ეგ რო ადვილი ყოფილიყო, მაშინ ქრისტეს დროს მყოფი ფარისევლები ძალიან ადვილად მიხვდებოდნენ იესო ქრისტეს შესახებ, რომ ის ღმერთია. და როგორც ყველა ადამიანს წინასწარმეტყველთა გაგებაც უჭირს. თუმცა ძალიან ხშირად უკვე ამ გადასახედიდან ჩვენ როგორც ვხედავთ, ძალიან აშკარა არის, რომ ეს ყველაფერი ქრისტეს შესახებ იყო, მაგრამ იმ პერიოდში ეს იყო ძალიან რთული, რომ გაეგოთ. იმიტომ რომ ისინი თავის სულიერ ცხოვრებაში გარეგანზე იყვნენ აქცენტირებული, ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია. მაგრამ როცა ღმერთი ადამიანად მოდის, რა თქმა უნდა, უფალი ითვალისწინებს ადამიანის ამ მდგომარეობას, რომ მასა გაუჭირდება ღმერთის შეცნობა და ამიტომ ამზადებს იმ ხალხს, სადაც ქრისტე მოვიდა, ამზადებს იმისათვის, რომ ქრისტეს შეცნობა შეძლონდა, მომზადებისათვის. აგზავნის თავის წინასწარმეტყველს, რომლის ხსენებას დღეს არის, რომლის შობასაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ, გულისხმობ იოანე ნათლისმცემელს. და იოანე ნათლისმცემლის თავარი გზავნილი რა იყო? შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველიცათა და შეინანეთ რა იყო? რა სიტყვაა შეინანეთ? შეინანეთ ეს არის ისევ ბერძნული სიტყვა რო გამოვიყენოთ, მეტამორფოზა და თანამედროვე ადამიანს მეტამორფოზა უფრო ესმის, ვიდრე სინანული, ეს ქართული სიტყვა, ანუ მეტამორფოზა, რომელიც გულისხმობს ადამიანის გარდაქმნას, გარდასახვას, ცვლილებას, პირდაპირ გაგებით ცვლილებას ნიშნავს ჩვენი შემეცნების უნარების, ანუ გონების, ოღონდ ერთი ნიუანსია. ეს არის არაერთჯერადი აქტი, წმინდა წერილისეულად, როგორც იოანე ნათლისმცემელი მეტყველებდა, აი შესაბამისად ეს გრამატიკული კონსტრუქცია გვიჩვენებს, რომ აქ საუბარი არის პროცესზე, მეტამორფოზის პროცესზე, რომელიც თუ არ მოხდა ადამიანში, მას არ აქვს უნარი ქრისტეს შემეცნების. იმიტომ რომ ქრისტეს შემეცნების პროცესი ასევე არ არის ერთჯერადი აქტი. ჩვენ ყველამ ვიცით, ჩვენმა გულმა მიიღო, რომ ქრისტე ღმერთია, ვირწმუნეთ და რამე. ჩვენ არ ვიცით, როგორ გვიჭირს, ჩვენ ხო არა ვართ პროტესტანტულად მოაზროვნეები, ჩვენი განსაცვიფრებელი ტრადიცია, მართლმადიდებლური ქართული ტრადიცია, რას გვაჩვენებს ჩვენ? ქრისტეს შემეცნება ერთჯერადი აქტი არ არის. ეს არის ბრძოლა მუდმივად საკუთარ თავთან, ამასოფლის სულთან, საკუთარ დაცემულ ბუნებასთან, დემონურ ძალებთან, რომ ჩვენი რწმენა გაცოცხლდეს, აღორძინდეს და ღვთის სიყვარულად გარდაისახოს. ხო, ეს პროცესია. ვიცით ეს ჩვენ რო პროცესია. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გვახსოვდეს, სინანული როგორც პროცესი. და შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველიცათა, სასუფეველიცა რა არის სასუფეველიცა? სასუფეველიცა არის იესო ქრისტე. სამოთხე არის იესო ქრისტე. გასაგებია, იესო ქრისტე არის მეფე, სასუფეველის, ანუ სამეფოსი, მაგრამ სამეფო მეფის გარეშე არ არის. ჩვენ რომ შევდივართ სასუფეველში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქრისტეში როგორც ღმერთში შევდივართ. იგი არის სიცოცხლე. გესმით, მასში შევდივართ. ანუ სასუფეველი არის ღმერთი, რომელიც არის მარადიული. და
და მოახლოებულ არ სასუფეველიცათა ნიშნავს, რომ ის მოსულია უკვე ჩვენთან. სანამ ჩვენ გარდავიცვლებით, მანამდეა ჩვენთან მოსული და მოსულია როგორც ხშირად გვითხოვს განგრძობადი სიცოცხლე, არამედ მარადიული სიცოცხლე. მარადისობაში რადგან არ არის გუშინ დღეს და ხვალ, ამიტომ ჩვენ მუდამ უნდა განვიცდიდეთ ამ მარადისობას, რომელსაც არ გააჩნია გუშინ დღეს და ხვალე. ის სულ არის და ჩვენ სულ ვართ ჩვენ. სასუფეველში და ჩვენ ამას უნდა განვიცდიდეთ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მარადილ სიცოცხლეს უნდა განვიცდიდეთ, მაგრამ მარადიული სიცოცხლე სხვა არაფერია თუ არა ღმერთი. ცალკე მარადიული სიცოცხლე და ცალკე ღმერთი არ არსებობს, ის ერთია, ღმერთია მარადიული სიცოცხლე, ღმერთს უნდა განვიცდიდეთ. ამას სჭირდება მარადი მუდმივი მეტამორფოზის პროცესი. აი ეს არის. ეხლა კითხვა ჩდება, რომ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იოანე ნათლისმცემელი მოვიდა მაშინ, როცა ქრისტე უნდა ეცნოთ. და ჩვენ რაში გვჭირდება? რატომ არის, რომ ეკლესია დაჟინებით, ასე ვთქვათ, ცოტა ეს უხეში სიტყვა უკაცრავად, მაგრამ დაჟინებით მუდამ წლითი წლად, მუდამ ყოველთვის გვახსენებს იოანე ნათლისმცემელს იმ დღეების მიხედვით, როცა ჩვენ ზეიმობთ მის შობას, თავის კვეთას და ასე შემდეგ. რატომ არის ეს? რატომ ხდება ეს, რომ ეკლესია გვეუბნება, რომ შევხედოთ იოანე ნათლისმცემელს, მოусმინოთ იოანე ნათლისმცემელს. იმიტომ რომ ეს სიტყვები შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველიცათა დღეს ზუსტად ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ. და დღეს იგივე ქრისტიანულ საქართველოში ისეთივე აქტუალურია ის დღეს ეკლესიის წიაღში ჩვენ რო აგვდგავართ ჩვენთვის ისეთივე აქტუალურია როგორც მაშინ. რატომ? იმიტომ რომ ისეთ რა შეიძლება მოხდეს ის განსაცვიფრებელი რელიგიური ფორმები, რომელიც 2000 წლის განმავლობაში ეკლესიაში გამოიძერწა სულიწმინდა ღმერთის მადლით და აი ამ ფორმებში შემოვდივართ, ჩვენ შეიძლება დავრჩეთ ფორმაში არსის გარეშე და მივიღოთ ჩვენთვის მივიღოთ ის ასეთი კი არ არის ჩვენთვის მივიღოთ ბურბუშელა, რომელიც არის ძალიან ლამაზი, მაგრამ შიგნით ცარიელია. ანუ მივიღოთ რელიგიურობა ღმერთის გარეშე, მივიღოთ ეკლესია ქრისტეს გარეშე, ოღონ არა ობიექტურად ეკლესია ქრისტეს გარეშე არ არსებობს. ეკლესია ქრისტეს მისტიკური სხეულია, მაგრამ ჩვენ მივიღოთ ჩვენთვის ასე და ამგვარად. ანუ ჩვენ ვიცხოვროთ რელიგიურად ისე რომ ქრისტე ვერ ვნახოთ, ვერ განვიცადოთ, მასთან კომუნიკაცია არ გქონდეს, მას არ შეუერთდეთ. გესმით? აი ეს შეიძლება მოხდეს ჩვენს რეალობაში. ამიტომაც ეკლესია მუდამ გვაფრთხილებს, თუ არ გვექნება ეს პროცესი მეტამორფოზისა მუდმივად და თუ არ გვექნება სწრაფვა იმისა, რომ განვიცადოთ მარადიული სიცოცხლე, ანუ სასუფეველი, და თუ არ ვიქნებით მაძიებელი ღმერთისა მუდამ ჩვენში, რომელიც არის სწორედ სინანულის ნაყოფი, თუ სინანული ქრისტეს გარეშე არაფერს ნიშნავს. სინანულს თუ ნაყოფად ქრისტესთან ერთობა არ მოაქვს. სასუფეველი თუ არ განიცდება როგორც ქრისტე ჩვენში, როგორც პავლე მოციქული ამბობს, მაშინ არც სასუფეველი არც ეკლესია, ჩემთვის ეკლესია და არც სინანული არ არის სინანული, ყველაფერი ეს ჩემთვის ცარიელი სიტყვები. გესმით რა შეასაკ. მით უმეტეს ადამიანს აქვს ცოტა დრო, ინდივიდუალურად ცოტა დრო გვაქვს. და დღევანდელ მსოფლიოში გადახედავ ჩვენს ქვეყანასაც და ჩვენს სამშობლოსაც, რომელიც ზღვარზე გადის, ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე, მე არ ვიცი, ადამიანი ამას ამდენად ხვდება, დღევანდელი ადამიანი საქართველოში მცხოვრები. საქართველო როგორც ერთი მართლმადიდებლური ქვეყანა, შეიძლება იგივე კანონები მოქმედებდეს მასზე, როგორც თითოეულ ინდივიდზე დრო ცოტა მოსასწრებია, ღმერთის შემეცნებაში უნდა ვიცხოვროთ, ჩვენი რელიგიურობა სიცარიელეთ არ უნდა იქცეს, უნდა გქონდეს მუდმივი მეტამორფოზის პროცესი და უნდა განვიცდიდეთ მარადილ სიცოცხლეს ჩვენში, ანუ ჩვენში ქრისტეს უნდა განვიცდიდეთ, რომელიც არის სასუფეველი. და ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, როგორც ინდივიდუალურ დონეზე იკარგება ადამიანი, რასაც ქვია წარწმედა, ძალიან მძიმე სიტყვა, მაგრამ ეს ნიშნავს დაკარგვას. წარწმედა არის დაკარგვა, მარადიული დაკარგვა, ასევე მთელი ერი შეიძლება ამ დაკარგვის მდგომარეობაში აღმოჩნდეს. და რა თქმა უნდა, ეს ერი აბსტრაქცია არ არის, ერი არის ჩვენი შვილები, შვილიშვილები, მომავალი თაობა, ის საყვარელი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვიყვარს და ყველაფერი ეს შეიძლება წამის ყოფაში დაიკარგოს, იმიტომ რომ არ გვაქვს ყველაზე მთავარი, რაც არის მნიშვნელოვანი, რომ დაუმკვიდრდეთ ქრისტეში, ჭეშმარიტი მეტამორფოზის პროცესი, ანუ სინანული და განცდა მარადიული სიცოცხლისა, ანუ ქრისტე ჩვენში. დრო კიდე ძალიან ცოტაა და ამიტომ დღეს
ეკლესია იონე ნათლისმცემლის შობის დღესთან დაკავშირებით გვაწვდის რომელთა მიმართ ეპისტოლედან ნაწყვეტს და პავლე მოციქულის პირით გვესაუბრება დღევანდელ დღეს. დღევანდელ დღეს პავლე მოციქულის პირით გვესაუბრება და პავლე მოციქულის ეს სიტყვები კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ იონე ნათლისმცემლის საერთოდ ყოფნა მისი დაბადება, რომ ის ესე იგი წინამორბედი უნდა იყოს ადამიანად მოსული ღმერთისა, მისი დაბადება და მისი სიტყვები, მისი მთავარი გზავნილი, რომ შევინანოთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველიცათა, დღესაც აქტუალურია. იმიტომ რომ ადამიანი დღეს და გუში და იოანეს დროს ერთ და იგივეა. ადამიანი ადამიანია. დაინახეთ როგორ საუბრობს პავლე მოციქული. უწყოდეთ ჟამი, უცნაური სიტყვებია ეს, ჟამი დროა. უწყოდეთ ჟამი, ანუ იცოდეთ დრო, ანუ თქვენ ჩვენ დროში, ახლა თევზი რო წყალში ცხოვრობს, ამას თევზი ვერაცნობიერებს. წყალი მისთვის სტიქია რაღაც ესეთი, რომელსაც თევზს ყვაზრონება არ აქვს, ცხოვრობს. ჩვენ ძალიან ხშირად დროში ისევ ცხოვრობთ, როგორც თევზი წყალში. გესმით, როგორც თევზი ვერ იარსებებს წყლის გარეშე, ესე ამ ქვეყანაზე დროის გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ და უნდა ვაცნობიერებდეთ დროს, გამოვიკულებდეთ დროს, უფრთხილდებოდეთ დროს. ამიტომაც არის უწყოდეთ ჟამი, დრო იცოდეთ. ანუ დროის სტიქია, რომელიც ესე მდინარესავით მიდის, ხო? ეს დროის სტიქია ჩვენს გარეშე არ უნდა მდინარებდეს. იმიტომ რომ ადამიანები, ეს არის ავადმყოფობა ადამიანის. რომ დრო მის გარეშე მიდის და ისე ბერდება, ვერც კი აცნობიერებს. და ისე უახლოვდება გარდაცვალებას, ვერც კი აცნობიერებს და თვით უმძიმესი ავადმყოფობაც კი, რომელიც გარანტირებულად მალე გარდა მოახდენს მის გარდაცვალებას, ზოგ შემთხვევაში ესეც კი არ აფხიზლებს ადამიანს. იმდენად არ აკვირდება დროს და ვერ ხვდება, რომ მისთვის წამები უკვე დათვლილია და მარადულ სიცოცხლეზე ორიენტირებას მაინც არ აკეთებს. და ეს უწყოდეთ ჟამი ნიშნავს, რომ ჩვენ მუდამ გვქონდეს გონიერი მიდგომა დროისადმი, რომელიც ჩვენია და სხვა არ მოგვეცემა და ესე არ დავკარგოთ, უაზროდ არ გავფლანგოთ. ყოველი წამი გასული უაზროდ ის აღარასოდეს ბრუნდება. უწყოდეთ ჟამი, რამე თუ აწვიარს, ჟამი განღვიძება ჩვენი ძილისაგან. აწვიარს. რომელი წამი არ არის ჩვენ ცხოვრებაში, რომელი წამი არ ყოფილა, ან არ არის ჩვენ ცხოვრებაში, რომელი წამი, რომელიც არ იქნებოდა, ესე იგი, არ საჭიროებდა აი ამ სიტყვებს. ყოველ წამს საჭიროებ მე, გამოფხიზდი თეოდორე, გამოფხიზდი, ეხლა არის შენი განღვიძების ჟამი, გამოფხიზდი, ნუ გძინავს. სულ მუდამ ეს გვჭირდება. ერთ ადგილას პავლე მოციქული იმას ამბობს, გახსოვთ, რომ გაიღვიძე მძინარავ, ნუ გძინავს. და ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია. აი რომელი წამი არ არის, არ ყოფილა და არ არის ჩემ ცხოვრებაში, რომ ეს სიტყვები ჩემთვის აქტუალური არ იყოს. აწვი არის ჟამი განღვიძებათ ჩვენი ძილისაგან. რატომ არის აქტუალური? მუდამ, იმიტომ რომ სულ გძინავს. რას ნიშნავს გძინავს? ვერ ხედავ, ვერ განვიცდი ღმერთს ისე როგორც უნდა ვხედავდე და განვიცდე მე როგორც გონიერი და თავისუფალი არსება ღვთისხატება და მსგავსი. ვერ ვხედავ, ვერ განვიცდი მას. ეს იყო ხშირად გვითხოვს მონაზვნების თვით განდეგილი მამების, რომლებიც აღარ ცოდავდნენ, რასაც ჩვენ ცოდვებს უწოდებთ გარეგნულს, მათი მუდმივი მგლოვარების მიზეზი, სულ მგლოვარებდნენ ისინი, ჩაკეტილები რო იყვნენ კელიაში, სენაკში. რატომ? იმიტომ რომ ღმერთს ისე ვერ განიცდიდნენ, როგორი რწმენაც აქვთ. ჩვენი განცდა ღმერთის არ შეესაბამება ჩვენს რწმენას. ხო? ჩვენ რო ვამბობთ ღმერთს ვეუბნებით მამას, ჩვენ ვერ განვიცდით ჩვენ შვილობას და მის მამობას ისე, რასაც ვამბობთ. გესმით, ყველა სიტყვა ლოცვისა ესეა. ევქარისტიული ცხოვრება, ესღა ჩვენ ვეზიარებით, უფალი გვეუბნება, ვინ შეჭამს ჩემს ხორცს და სისხლს, მე მასში შემოვდივარ. შემოდის ჩვენში როგორც სხვა სიცოცხლე, ხო? იწყება მასში სიცოცხლე, მარადიული. ეს ვიცით, ამას ვაკეთებთ, გვწამს, რომ ეს ასია, მაგრამ ჩვენი განცდა შინაგანი გამოცდილება არ შეესაბამება ამ სიტყვებს. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს სწორედ მაგას. გძინავს და ეს კიდე მსუბუქი ნათქვამია, იმიტომ რომ უარესი ნათქვამი შეიძლება იყოს. ეს არის სიკვდილი. მკვდარნი ვართ თუ გძინავს. პავლე მოციქული გზოგავს კიდე და არ გვეუბნება რომ მკვდარნი ხართ, იმიტომ რომ თუ მკვდარი ხარ, მას არაფერი აღარ უშველის. გძინავს და გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებს. აწუმახლობელეს არს ჩვენ და ცხოვრება, ოდესღა ესე გვწმენა. ჩვენს რწმენას დინამიკაში გვიჩვენებს. ოდესღაც გვწმენა, ანუ ჩვენ როცა ვირწმუნეთ, ახლა იმის მერე გავიდა გარკვეული დრო, ზოგ შემთხვევაში ბევრი, ზოგ შემთხვევაში ცოტა, როცა ვირწმუნეთ იმის მერე გავიდა დრო და ახლა უფრო ახლოს არის ჩვენთან სიცოცხლე, ვიდრე მაშინ როცა ვირწმუნეთ.
ეხლა ეს დინამიკა, რომ მე როცა ვირწმუნე და იმის მერე გავიდა დრო და სიცოცხლე ჩემთან, ანუ ცხოვრება, სიცოცხლე ეხლა უფრო ახლოა, ვიდრე როცა ვირწმუნე. ეხლა უნდა შევხედოთ ჩემ თავს, მართლა ასეა? აბა გავიხსენოთ, ჩვენ როცა ვირწმუნეთ და ჩვენ გულს რო ღმერთი ხა, ვინც ბავშვობიდან მორწმუნეა, იმას შეიძლება ეს არ ახსოვდეს, მაგრამ დიდობაში, აი ურწმუნოებაში რო ცხოვრობდი, შენ გულს ღმერთი რო შეეხო და აი რო განათდა უცებ შენს გარშემო და შენ რო ესე მიხვდი რომ ღმერთი არის და ქრისტე რო ღმერთია და აი ეს ყველა და ეკლესიაში რო იძებნება ღმერთი და ზიარებაში რო ამ საოცარ საიდუმლობაში დავანებული ღმერთი და რომ მოხვედი და დღევანდელ გემის მერე გავიდა წლები დღევანდელ დღეს ხედავ თუ არა განსხვავებას დღევანდელ აი მე ჩემთვას ვიტყვი თეოდორე ხედავ თუ არა განსხვავებას დღევანდელ თეოდორესა და მაშინდელ შორის და თუ არ ვხედავ და თუ იმასაც კი ვხედავ რომ უარესი ვარ წმენაში ვიდრე მაშინ ვიყავი და თუ ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება არა მაქვს და იპირიქით ის გამოცდილება რომელიც ღმერთმა მაშინ ჩემ დაუმსახურებლად მომცა იმის მერე აღარც გამეორებულა და იმის მერე აღარც ყოფილა არასოდეს და პირიქით ამ სოფლის სულს ვებრძვი რომ არ მიყვარდეს და მაინც ეს სოფლის სული უფრო მიყვარს მიუხედავად 20-30 წელი ეკლესიაში ვარ და მაინც ეს ქვეყანა უფრო მიყვარს ვიდრე ქრისტე მაშინ გამოდის ეს სიტყვები ჩემთვის არ არის პავლე მოციქული მე არ მელაპარაკება როგორც ქრისტიანს ეხლა უფრო ახლოს არიჩო ჩვენთან სიცოცხლე ვიდრე მაშინ როცა ვირწმუნეთო და არ არის სიცოცხლე ღმერთია მე ვარ სიცოცხლე ქრისტე ამბობს გესმით აი ეს დინამიკა ჩვენში თუ გასაგებად ვამბობ რასაც ვამბობ ეს დინამიკას თქვენ უნდა ხედავდეთ თქვენში რა ხდება თქვენში დღეს იმასთან შედარებით რაც იყავით მაშინ როცა მორწმუნე გახდით და სწორედ თუ ასეა მაშინ უფრო მეტად გასაგები ხდება შემდეგი სიტყვები ანუ თუ ასე არა თუ ხედავ რომ რაღაც დინამიკა არსებობს და დღეს გამოცდილება შევიძინე უფალთან ურთიერთობის ისეთი რომელიც ადრე არ მქონდა თუ ეს ასეა მაშინ გავიგებ შემდეგ სიტყვებს ღამე იგი განგვეშორა და დღემ შემოგვიახლა ურწმუნოების გამონე ურწმუნო ღამე ანუ როცა მზე არ არის ანუ როცა ქრისტეს ვერ ხედავ და დღე მოგვიახლა შემოგვიახლა ანუ მომიახლოვდა გძნობ ამ დინამიკას თუ არ აგზნობ კლავ და კლავ კითხვას ვსვავ განვიშორენით უკვე საქმენი ბნელისანი და თუ გძნობ ამას და თუ მართლაც ამგვარი რამ შეიძლება ხდებოდეს ჩემში ეს დინამიკა ან თუ არ ხდებოდეს მაგრამ მინდა რომ ხდებოდეს ჩემი საკეთებელი მე უნდა ვიცოდე რა არის ჩემი საკეთებელი განვიშორენით უკვე საქმენი ბნელისანი სისხლამდე უნდა ვებრძოლოთ ჩვენში ცოდვას ასეც პავლე მოციქულის სიტყვებია უკომპრომისონი უნდა ვიყოთ ნუ არ შეიძლება იყოთ თან ქრისტიანი და სასიკვდილო ცოდვებს ჩადიოდე ამას იმიტომ ვამბობ სამწუხაროდ ხშირად არიან ადამიანები ეკლესიის წიაღში რომლებიც ახერხებენ რომ თან ეზიარონ და გარკვეული დროის მერე უმძიმეს სასიკვდილო ცოდვებს ჩავარდნენ მერე გავადრო მერე ისევ ეზიარონ მერე ისევ სასიკვდილო ცოდვებს ჩავარდნენ და აი ეს სინუსოიდა რომ მოდის ესე იგი ღმერთ ეზიარა მერე სასიკვდილო ცოდვებს ჩავარდა მერე ეზიარა და რო გარდაიცვლები ნეტა რომელ ფაზაში იქნები და თუ იქნები ქვედა ფაზაში უფალი სიტყვები გვახსოვდეს როგორც გიპოვი ეგრე განგსჯი უფალი გამოჭერაზე კი არ არის უფალი ამით გეუბნება რომ შენ თუ სასიკვდილო ცოდვაში იმყოფები და თან ეზიარები და მერე ესე სასიკვდილო ცოდვაში იმყოფები ეს ნიშნავს რომ შენ უბრალოდ რელიგიური ადამიანი ხარ და შენში ქრისტიანობის ნასახი აღარ არის გესმით რა შეასაბა არ შეიძლება რომ იყოს ადამიანი ქრისტიანი და თან ცოდავდეს გულისხმობს სასიკვდილო ცოდვებით ოღონდ ჩემი სიტყვები არ გეგონოთ ამას იონე მოციქული ამბობს პირდაპირ ამბობს წმინდა წერილში ქრისტიანი ან ღვთისშვილი აღარ ცოდავს და კიდევ მე არა იმ ცოდვით რომელიც ცოდვა ჩვენში ყოველთვის არის და ღმერთის გარეშე რომ არაფერი არა ვართ ეს ცოდვა როგორ არ არის ჩვენში პოტენციაში ყველა ცოდვაა ჩვენში აქ ლაპარაკია ადამიანის შეგნებულ ნაბიჯზე როცა ის შეგნებულად ღალატობს ქრისტეს და სასიკვდილო ცოდვაში ვარდება დაიმახსოვრეთ ეს ერთხელ და სამუდამოდ რომ არ შეიძლება ამის გაკეთება იმიტომ რომ ღვთისშვილი აღარ ცოდავს ამას ამბობს იონე მოციქული შეუძლებელია ესე იგი ჯერ ღვთისშვილი არ ახარ და დრო გადის დრო არ ითმენს არ გველოდება განვიშორენეთ ვებრძოლოთ სიბნელის საქმეებს და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისა ანუ ქრისტე შევიმოსოთ ოღონ ეს ქრისტეს შემოსილება მეომრებად გვაქცევს საჭურველი ნიშნავს იარაღს ანუ სინათლის იარაღი ავისხათ ამითაც პავლე მოციქული გვეუბნება რომ აი ეს ქრისტიანად ყოფნა როცა შენ ქრისტე მკვიდრდება და ქრისტეს შემოსილი ხდები
ეს არ არის რაღაც ესეთი მოდუნებული ყოფა და მსუბუქად რაღაც ხარ. ეს არის მებრძოლ, მეომრობა, იმიტომ რომ საჭურველი ნათლის ამბობს. ხო შეიძლება ეთქვა რომ შევიმოსოთ ნათელი. რა, გასაგები არ იქნებოდა, იქნებოდა. არ ამბობს ასე. იარაღი ნათლისა, იარაღი. საჭურველი. გესმით? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მებრძოლი ხარ, მეომარი ხარ. ჩვენ სანამ ხორცში ვართ, არასოდეს 99 წლის ვიყო, ჩემი ხორცი მაინც არ არის სანდო. ის მაინც მიდრეკილი იქნება პირუტყობისკენ. ამიტომ არასოდეს არცეთი წამით არ შეიძლება მოდუნება. და ვისაც ეს არ უნდა, ვისაც ეს ეზარება, ვისაც ეს ეზედმეტება, ვისაც ეს გონია გადავარდნა რელიგიაში, როგორც იტყვიან ხოლმე ურწმუნოები. არ ჯობია კაცის სიტყვები მოისმინოთ ახლა, ვიდრე ჰაი ხარალათი ვიფიქროთ, რომ ხო, ანუ აი ხო ეზიარები და ხო რაღაცა განსაკუთრებულად რაღაცა ცუდი ხო არა ვარ ისეთი და რაღაცა იქნება. არაფერი არ იქნება რაღაცა. ადამიანის იმხელა ღირსება აქვს, რომ ისთვის რაღაცა ისი არ იქნება, ის მიზანმიმართულად აკეთებს არჩევანს ქრისტეს ერთგულებაზე. ეს არის მისი თავისუფლების რეალიზება. გესმით? ეს შენი თავისუფალი გადაწყვეტილება უნდა იყოს ქრისტესთან ყოფნა როგინა და შენი თავისუფალი გადაწყვეტილება უნდა მტკიცდებოდეს შენი ენერგიით, რომელსაც შენი ნება ქვია და ეს ნება უნდა იყოს დასტური, ბეჭედი, რომ შენ ეს გინდა და ნება ქმედებაში ვლინდებოდეს და თუ ეს არ არის, შენი თავისუფლება ბუტაფორია, მეტი არაფერი. და ვითარცა დღეს საშინა შვენიერად ვიდოდით და თქვენ დღეს როგორც დღეს სინათლეა, ხო? და როგორც სინათლეში შვენიერად, კარგად, ლამაზად, შვენიერად, ნახეთ, წესი და კანონით კი არა, შვენიერად, ანუ ჩვენი ცხოვრება ლამაზი უნდა იყოს. ვითარცა დღეს საშინა შვენიერად ვიდოდით და ეს შვენიერი სიარული, ანუ ლამაზი ცხოვრება ქრისტიანისა რა უნდა იყოს? ნუ სიმღერითა და მთვრალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ხთომითა და შურითა. გასაგებია მეტნაკლებად გესმით, ხო ეს სიტყვები რასაც ნიშნავს? ანუ რა არის? ჰედონისტური ცხოვრება, ხორციელი ცხოვრება და დემონური ცხოვრება. იმიტომ რომ სადაც ხდომა და შურია, ეგ დემონური მდგომარეობა. დანარჩენ შემთხვევაში სიამოვნებით მოყარეობა ადამიანისა, როცა ადამიანი ესე ცხოვრობს, ადამიანი ლამაზად აღარ ცხოვრობს, მშვენიერად აღარ ცხოვრობს. მშვენიერად ვიდოდეთ, ანუ ლამაზად ცხოვრობდეთ, კარგად, სწორად, დიდებულად, როგორც სინათლის შვილს შვენის. არამედ ამის და ეს ამიტომ ეს პირუტყული და დემონური ცხოვრება უნდა გვერდზე გავწიოთ და შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე. ეს ქრისტეს შემოსვა, ეს არის საიდუმლოების ნაყოფი. აი რომ ვეზიარებით, რომ ვლოცულობთ, რომ მონათლულები რო ვართ, რომ ღმერთს რო ვეძებთ, წმინდა წერილს ვკითხულობთ, წმინდა მამებს ვკითხულობთ. ეს არის ნაყოფი, შემოსვა, ქრისტეს შემოსილი ხდები, ეს ნიშნავს, რომ შენ შიგნითაც და შენს გარეთაც და შენ გონებაშიც და შენს გულშიც და შენს ნებელობაშიც და ყველგან და ყველაფერში ღმერთია. ღმერთია, გესმით? შენ ტაძარი ხარ ღვთისა. და ამის საპირისპიროდ კვლავ გვიმეორებს ხორცთა ზრახვასა ნუ ყოფთ გულის სათქმელ. და აკვირდით ჩვენს გულის თქმებს, გულის სიტყვებს იქ იშიფრება, ეშმაკი იქ იშიფრება პირველ რიგში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი გამოცნობა, ის როცა მოგვიახლოვდება ხოლმე იმ წამსვე იქ იშიფრება. ოღონდ ის თავის აი ამ გულის სიტყვებს, რომელიც არის ხორციელი, ხორცის ზრახვასო ნუ ყოფთო, ანუ ხორციელი, მიწიერი, ამ ქვეყნიური დროებითი გესმით, რომელსაც ვერ წაიღებ მარადისობაში, ფუთავს სიკეთით, ფუთავს ქრისტეს სახელით ხშირად, ფუთავს ყოველგვარი რაღაცა გამოგონებული თუ რეალურად არსებული ამ ქვეყნიური სიკეთეებით ფუთავს და ესე გაწუდის. რომ მოგატყვილოს, ის ესე კი არ მოდის, ეშმაკი ვარ და დამიჯერება, ამას ის არასოდეს არ აკეთებს. ამიტომ ჭირდება სიბრძნე, ჭირდება ბრძოლა. და თითოეული ჩვენგანი მე უნდა მაგალითი გახდეს დანარჩენი საქართველოსი, იმიტომ რომ გამოწვევები არის ძალიან სერიოზული, ძალიან ძლავრი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყანა და ანუ ეს არ არის აბსტრაქცია, ჩვენი სამშობლო არ არის აბსტრაქცია, იმიტომ რომ ეს არის თითოეული ჩვენგანი, პატარა ბავშვი, მომავალში დაბადებადი, ვინც აქ ცხოვრობენ, ვისაც მშვიდობა უნდა, იმიტომ კი არა რომ სიმღერითა და მთვრალობითა და ბილწებით იცხოვროს. არამედ ვისაც მშვიდობა უნდა პირველ რიგში იმიტომ, რომ ღმერთი ეძებოს და მარადულ სიცოცხლეში შევიდეს, ვისაც უყვარს ეკლესია, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეული და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს ემუქრება საფრთხე, თუ ქვეყანა აღარ გვექნება, თუ ქვეყანა ჩამოიშლება, იმიტომ რომ სამწუხაროდ იგივე საქართველოს მაგალითზე რო ვთქვა, საქართველოს
ისტორიული რუკა რო აიყოთ ძველი, ხო? ნახეთ, რამდენი ფაქტიურად ნახევარი საქართველოს დაკარგულია, ისტორიულად როგორიც იყო საქართველოს, ნახევარი საქართველოს დაკარგულია. და ამ უმრავლეს დაკარგულ საქართველოში ქრისტიანობა აღარ არის. იგი აღარ არის თვით ხანძთაშიც კი, სადაც ქართული ცივილიზაციის აკვანი დაირწა, აღარ არის. სადაც დუღდა წირვალოცვა ისეთი, რომელიც წარმოდგენაც არ აგვაქვს და სადაც მოღვაწეობდნენ მამები ისეთი, რომლის ფშხილის ფასადაც ჩვენ არ ვღირვართ, იქ აღარაფერი აღარ არის, გესმით? და ჩვენ ეთი ვართ უკეთესები. ამიტომ გაუფრთხილდეთ ჩვენს რწმენას ინდივიდუალურ დონეზეც და ეროვნულ დონეზეც და ჩვენი მაგალითით, ჩვენი ცხოვრების წესით და ჭეშმარიტი ქრისტიანობით ვიყოთ მისიონერნი, მაგალითნი დანარჩენი საქართველოსათვის, რომ ჩვენს გადავრცეს და ჩვენი შვილების და შვილიშვილების გადარჩნენ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.